ტელეკომპანია იმედი წარმოგიდგენთ. ამირიან! რომელი ხარ? ბიზინა ვარ, თაბაგა. ვა. ბიზინა? აი, ბიჭო, ლეკიანობა. ამაში გაშენე. ტოპი. ეს რა უბედურებაა? უკვე 3 საათი ამ ბატონის იდიოტურ შეკითხვებს ვისმენ. თქვენ არა გაქვთ უფლება. მე თქვენ არ გაიზრდებთ ჩვენების დაწერას. თქვენი ნებაა. უბრალოდ მაინტერესებს, რატომ გაყევით ბროძილს ანანურში? დამარწმუნ. ანგარიშის გამოქვეყნებამდე შესიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო. მოვითხოვთ, რომ ლუდის ბიზნეს თავი დაანებოთ და სამაგიეროდ თვეში მიიღოთ 20,000. 20,000 რა? $. იცით რას გეტყვით? მე არ მაინტერესებს ვინ ახართ და რა ქვენ აქვს ნობები გამოწვევით. ამიტომ თქვენი არ იყოს მიუკიბ-მოუკიბავად გეტყვით. კარგად ბრძანდებოდეთ და მეორე ჯერ ამ საკითხზე თავით ყვილად არ შეიწყოთ. კარი იქით არის ბატონებო. იგენასოლი. უნდა რაც მოგივა შენ თავს დააბრალე. Алло. გისმენთ? მერე ისე შემეშინდა, რომ კარებს მივარდი და შევამოწმე. კარგად იყო ჩაკეტილი თუ არა? მერე როცა ფანჯრიდან გადავიხედე, აღარ იყო. გოგო, იმიღაც გერში ყება ან გაშაგერებს. არიცი ამ ბიჭების ამბავი. ნამდვილი დეგენერატები არიან. ამდენხნიანი შაყირი სად გაგონილა? ნუ აქცევ ყურადღებას. ვიღაც დებილი ალბათ. წავედით ახლა. სახლამდე მე მიგაცილი. რა არის, რა სუყურებ? არა. კიდე ამაღამ შენთან დავრჩები. არა. სახში აღარ მეშინია. კაი მაშინ. აქ დაგელოდები, სანამ ლიფტში შეხვალ. დიდი მადლობა თალიკო დეიდა. არაფერს გენაცვალე. ნახვამდის. ნახვამდის შვილო.
შემოსაყორო. მალე პოდღას ლექციები არა გაქვს. მაქს. მაგრამ ვაცდენ. ეგრე ვერ შეიძლება. გაცდენ არ გამოგონო. სადაში? ცოტა ფულს მაინც გადააყენე. გამარჯობათ. გაგიმარჯოს ლექსა. როგორ ხარ? გამარჯობათ. გაგიმარჯოს. გადაერული ხო? სიამოვნებით. გადაგემართ, ა? არაფერი. რა არაფერი, ერთი გულის უძინარს გიოხო. მართლა? მეცადინეობდი. თავს კიდე მოიგო სწავლე. გეტყობა ამის თავი არ აქვს, მაგრამ ჩვენება უნდა დაგაწერო. რა ჩვენება? ანდა იცი რა? მე დავწერ. შენ გადახედე და მე ხედი მოაწერი, კარგი? კარგი. ეს კაცი დაიჭირეთ? ვინ კაცი? აი, შავ სიგარეტებს რა ეწეოდა. ხო, დავიჭირებ და ახლა შენი ჩვენებაა საჭირო ჩემო ანიკო. კი ბატონო. ოღონდ ექსო გეხვეწები ანიკოს ნუ ვარ დამიძახებ რა. რა დროს? ბებია ჩემს ეძახდნენ და რაღაც თავი ბებერი მგონია. აბა რა დაგიძახე? ანა. ანა. გასაგები. ანა, გინდა კინოში წავიდეს? ბინდა. მაშინ მე დავწერ და შენ ხელი მოაწერ, კი? კარგი. ნათია, რა მოხდა? საფინანსო პოლიცია იყო. საბუღალტრო ყველა მონაცემი წაიღეს. ნანას კომპიუტერის პროცესორით. იმკრებოდნენ. კარგი დაწვევდი. მაგრამ დაცვა რას მიკეთებდა? დაცვას რა შეეძლო? როგორ თუ რა არ შემოუჩერდი და ეგ იყო. ოფიციალური ორდერი ჰქონდა. ბუღალტერი სად არის? ნანა ცუდად გახდა. ცნება მაუწია და სახლში მანქანით გაუშვით. საამბროდან ხალხი გაყარეს, საწვევები დალუქეს. მოკლედ ამათ თავხედობა საზღვარი აღარ აქვს. რას მირჩევთ ბატონო რამას? როგორ მოვიქცე? აღარც კი ვიცი რა გითხრათ. მე მგონი ზემოთ უნდა მოძებნოთ ვინმე. ყველას კარგად ახსოვს რამდენიმე თვის წინ სანატორიუმ წიწვნარში მომხდარი საშინელი ტრაგედია. გადამული წვევების შედეგად იქ მეწყერი ჩამოწვა და დაინგრა სანატორიუმის სრულად ახალი კორპუსი, რამაც 2 ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. 8 კი სამუდამოდ დასახით ჩრდა. პატარები იქ სოციალურყოფის სამინისტროს სპეციალური პროგრამით ისვენებდნენ. ურემე რომ გადაბრუნდა გზა მერე აღარ გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ნაგებობა მეწყრულ ზონაში აუშენებიათ. არადა თურმე არსებობდა ცნობილი მეცნიერის, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, კაც გარდაცვლილი პროფესორის ალექსანდრე ამოევის დასკვნა იმის შესახებ, რომ იმ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა რაიმე საშენება. თავი ის გარემოებაა, რომ ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ამოევის დასკვნის ძებნა, მაგრამ არათუ მას საპარლამენტო კომისიის ოქმებსა და ანგარიშებსაც კი ვერსად მიემულიეს. ბოლოს და ბოლოს ბატონმა ზალ თუშიშვილმა, როგორც იქნა, მოიპოვა დასკვნის დედანი, მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი რა. იმავე საღამოს მისი ბინა გატეხეს და ქაღალდები მოიპარეს. ამასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საგამოძიებო ორგანოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ ოგერ ხომშვიდობა. ისეთი ხმა გქონდა ტელეფონში მაშინ ნახეთ გამოვარ. ნუ არ მკითხა. ყველაფერს კი ამბობ.
ვა ეს ლუდია? თუ შეიძლება გამაგებინე. ვინ არის ეს ტრისტან ჩიფჩიური და ლუდის ბიზნესთან რა საერთოებს? და საერთოდ ამიხსენი გამაგებინე, რა ხდება? ვინ არის? ვინ ვის ლობირებს? თუ ბიზნეს ინტერესები აქვს, მაშინ პარლამენტში რა უნდა? და თუ პარლამენტის წევრია, მაშინ გამაგებინე, სხვის ბიზნესთან რა ხელი აქვს, კაცო? მომგერ გენაცვალე, დამშვიდით და ისე მომიყევი ყველა. რა დამამშვიდებს გამაგიჟეს, კაცი? მოცვიდნენ. საწყობები დამილუქეს. საანქრო დამიკეტეს. ბუღალტერს, კომპიუტერის პროცესორიც კი წაართვეს. იხარშება ეს, დათმინდა, რა უნდა უკვე. ეკი იმის უფლებაც არ აქვს, ვიკითხო რა უნდა რაც მერჩია. ასე არაფერი არ გამოვა. დაწვრილებით მომიყევი თავი და რა იყო და როგორ იყო. რა იყო ბიჭო, რა მოგივიდა შენ? ასე შეშინებული და აღელვებული ბათუმში მოსაკლავად რომ დაგდებდნენ, მაშინ არ მინახი ხარ. მაგაზე მეც ვიფიქრე და იცი რა დასკვამდე მივედი. შეშს კიდევ როგორმე მოერევა კაცი. შეურაცხყოფას ვენა. არგი, მაშინ იქიდან დავიწყოთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს. სად, როდის? ამ რამდენიმე დღის წინ მეწვიეს ტრისტან ჩიფჩიური. ვინმე თავის ზვაკად ზუკასთან ერთად და ულტიმატუმი წამომიგანა. რა ულტიმატუმი, რა მინდა? ბიზნეს თავი დაანებე და პენსიას დაგინიშნა. იმედია 33 ლარზე მეტი შემოგთავაზეს. რა თქმა უნდა მეტი, მაგრამ მაგას ანიშნულობა აქვს. შენ გაყარე ისი? აბა რა მეკნა, გავყარე, ხო? ეს ზუკა როგორი ტიპია? ახალგაზრდა, დითვალებიანი, გამოპრანჭული ტიპი რა. ეგ არის? ხო, მაგრამ შენ საიდან იცი? ეგ ზურა ბანთაძეა. მაგის ფირმა შემოაქვს რუსეთიდან ლუდი. და ეგ ჩიფჩიური თუ ეგ ჩიფჩიური მაგის ბიზნეს ლობირებს. მე იცი რა მაინტერესებს. რა საქმე აქვს პარლამენტარს კერძო ბიზნესთან? ეს ადახარ შემოუგე. შენ ისეთ რამეებს გაიგებ კიდევ რომ თმები ყალხზე დაგიდგენ. საქართველოში პოლიტიკა ყველაზე დიდი ბიზნეს წყაროა. ესე იგი არ ყოფილა ქვეყნის საშველი. კარგი რა. ზენ ულაპარაკობ თითქოს თვარიდან ჩამოხვედი. შენ რა რუსეთში ამაზე ნაკლები ამბები ხდება? არა, როგორ არ ხდება, კაცო, ხდება. იქ უარესიც ხდება, მაგრამ როცა ასეთ რამეს შენს სამშობლოში გაიგებ, შენ სამშობლოში დაგანახებენ ასეთ უსინდისობას. ეთყობა ძალიან მტკივნეულია. კარგი, რაც არის. შენაც ვითხარი ამ საქმეს რა ეშორება. ამ საქმეს ბიძინა თაბაგარის გარდა ვერავინ უშველის. მე 100% ვიცი, რომ ბიძინას მაგ ჩიფჩიურზე საკმაოდ ძლიერი კომპრომატები აქვს. მაკო, რა საკეთებ? ხახნი. აბა ეს რა თოხნაა, ფესვებს დაუზიანებ. წადი ხელები დაებანი სამეცნიერო. ისეთი ამბები დაიწყო თქვენი განცხადების შემდეგ. მოკლედ საყოველთაო პანიკა. გამიშვი და გაგიშვებ. ახლა ხომ მაინც მოუწევთ ხარჩილავას დაკითხვა. კაცო, გასაგიჟებელი რა არის იცით? აი ამ ხელა ტრაგედია მოხდა. სანატორიუმი დაინგრა, ამდენი ხალხი დაიღუპა. თითქოს გამოძიებაც დაიწყო. შენებელი დღემდე არ არის დაკითხული. ეს კი ნაღამ გაგიჟდა, ეგ რომ გაიგო, ხო იცით? არა, მე ეგეთი რაღაცები დიდი ხანი აღარ მიფერს. ისეთი რამეები მაქვს, ნანახი. ბატონო ბიძინა, ეხლა სხვა დროა. თქვენ დარწმუნდებით ამაში. ვითომ? ნამდვილად. ღმერთს მაქნას. უკაცრავად. შინაურულად ვარ გამოწყობილი. პირიქით ასე უფრო გიხდება. ნამდვილი კახური კომპლიმენტი. დილარჯგადოა მოთხოვნა გადააგზავნა პარლამენტში. ვიცი. პარლამენტის თავმჯდომარის ველაპარაკე. ნახოთ რას გადაწყვეტენ. ჩემი ინფორმაციით საქმე ჯანჯლდება.
ნუ რა ლაპარაკი უნდა ახლა იმას რომ უმრავლესობიდან ბლოკავენ, თორე ოპოზიცია წივის და კივის. გასაგებია. პრეცედენტს გაურბიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩიფჩიური უმრავლესობის წევრი არც არის. მე არ ვიცი ვინ ვისი წევრია, მაგრამ ძალიან მაგრად რომ გულოვობს ეგ ბიჭი ნათელი. მაინც? რას აკეთებს? ესეც უნდა იმას. თქვენ იცით რომ ეგ ლუდის იმპორტს კურირებს რუსეთიდან. კურირებს რას ნიშნავს? დღეს როგორც იტყვიან, კრიშავს. ბოდიში ქართული შესატყვისი არ მაგონდება. მოკლედ, არის ასეთი კაცი ომგერ კაკაურიძე. წლების მანძილზე რუსეთში აკეთებდა ბიზნესს, დიდი ფული იშოვა. აჭარის რევოლუციის მერე გაყიდა თავის ბიზნესი მოსკოვში და მთელი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანა. ბელგიელები ჩამოიყვანა და მათთან ერთად დიდი ლუდის ქარხანა გააკეთა. აი ასტრარომარი ფირმა. მაგისია. გამიგია მერე? მე კი პირადად ღვინო მირჩევნია, მაგრამ ეგ ლუდი უკვე მთელ ამიერკავკასიაში გადის. და მგონი შუა აზიასაც გადაწვდნენ. ამას წინათ კაკაურიძესთან მიდის ეს ტრისტან ჩიფჩიური, ვიღაც რუსული ლუდის იმპორტიორთან ერთად და ეუბნება, გააჩერე წარმოება და ამდენს გადაგიხდითო. რა სიგიჟეა? სიგიჟე რომელია? კაკაურიძეს უარი უთქვამს, მარას ეტყოდა. ეს ჩიფჩიური დამუქრებია. რამოდენიმე დღეში ასტრაში შევარდნილა საფინანსო პოლიცია, საგადასახადო, ხარისხის კონტროლი, ჯანდაბა და ოხრობა. დაულუქავთ საწყობი, ეს ცეხები, წაიღეს კომპიუტერები, თანაც გამოუცხადეს. მადლობა თქვი რომ ჯერჯერობით არ გიჭერთო. ეს როდის მოხდა? გუშინზე. არა, გესმის კაცო, აი ამ ხელა წარმოების გაჩერება, ინვესტორის გაკოტრება, ამდენი დასაქმებული ადამიანის ულუკმაპუროდ დატოვება. რატომ? იმიტომ რომ იმ ჩიფჩიურსა და მაგის ამ ქარს ვიღაც ექსპორტიორებს ფული შოვნა მოუნდათ? ბატონო ბიძინა, თქვენ იცნობთ კაკაურიძეს? მშვენივრად. ეხლა ომგერი ფრთიანი ანგელოზი არ არის. მაგრამ საფრენი კაცი კია. ეგ დაგვეხმარა ზერაგიას დაჭერაში და ურანის კონტეინერის პოვნაში. კარგი. უახლოეს დღეებში შევისწავლე ამ საქმეს. არა, თქვენი ჩარევის გარეშე არ მგონია რომ მაგათ დილარჭკადუას მოთხოვნა საშველი დააღება. თინა, ჩვენ თუ ეგ კაცი არ გავაჩერეთ, დაანგრევს ქვეყანას. კარგი. დაწყმართი. გამარჯობა, ტარიელ მაცაბერიძე სად არის? მოძებნეთ და სასწრაფოდ დამირეკოს. ქალბატონო თინა, თქვენი მეუღლე რეკავს ქალაქის ტელეფონზე, მანქანა გაფუჭებია. ხო და თქვენ თუ 1 საათნახევარი არსად არაპირებთ გასვლას, ბიჭებს გავაგზავნით და ბუქსირით ამოიყვანენ. კიეს გამომარჯოს? გამარჯობათ. რა მოუვიდა, ახალი მანქანა არ არის? არა, ეგ ხო ავტომატიკაა და როგორც კი რაღაცა ურევს, მაშინო ზაჯგანიას ბლოკავს. რას მიხსნი ხა, მესმის თუ რა? არ მჭირდება მანქანა, გაუშვი ბიჭები. გასაგებია. ეგ არის სწავლა ამ კაცმა და არება რა. მე მძღოლი მაინც აიყვანოს. გაგიჟდი, ძღოლი დაცვა და ეგეთი რამეები არიზიანებს. ვოლნი ხუდოჟნიკ, ჩვენსავით კი არ არის. დიახ, ბატონო ტარიელ. დიახ, მე მაინტერესებდა. გადმოგცათ თუ არა თქვენ პარლამენტის თავმჯდომარემ გენპროკურატურის მოთხოვნა ტრისტან ჩიფჩიურისათვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. მაშინ რატო ფერ ხდება ეს საქმე? არა, გასაგებია, მაგრამ როდესაც ადამიანს ბრალი ედება სახელმწიფო დოკუმენტების მოპარვაში, როდესაც საზოგადოება მოელის გამოძიების შედეგებს და როდესაც ოპოზიცია დღე-დაღამე გაყვირის, ცოტა გაუგებარია თქვენი ფრაქციის ორჭოფობა. გიმეორებთ, ბატონო ტარიელ, ამ კაცის საქმე დეტალურად არის გამოსაძიებელი. გარდა ამისა, მე მომდის ხმები, რომ დღესაც ჩიფჩიური ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას. ლობირებს თავის ბიზნესს, აკოტრებს კონკურენტებს. იცით რა, ეს არ დაიმალება და მე გირჩევდით, დროზე მიგეღოთ ობიექტური გადაწყვეტილება. დიახ. კი ბატონო, კარგად ბრძანდებოდით. მე მგონი ამ უნდა გაჭრეს.
სანატორიუმ წიწვნარის ტრაგედიას უბრუნდებით დედალობის პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი თაკო გიორგაძე ისაუბრებს. თაკო, გისმენთ. გამარჯობა. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია სანატორიუმ წიწვნარის გარშემო გასულ კვირას განვითარებული მოვლენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ტარიელ მაცაბერიძეს. ბატონ ტარიელ, თქვენ ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი ბრძანდებით. ოპოზიცია ბრალს გდებთ საპროკურორო მოთხოვნის იგნორირებაში. რას გვეტყვით? პირველ რიგში ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ კომენტარები გავუკეთო ოპოზიციის მორიგ მონაჩმარს და პოპულისტურ კრიტიკას. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებული იმით, რომ პროფესორ ამოვევის ანგარიშის გაუჩინარების საქმეს როგორ ნათელი მოეფინოს. გვერდმუნეთ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საქმე ამ საქმის გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დამნაშავეები დაისაჯოთ. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქუთობაში ეჭვმიტანილი ორი პირი უკვე დაგალოვა. ბატონ ტარიელ, დაუჭერთ თუ არა მხარს გენპროკურატურის მოთხოვნას ერთ-ერთი თქვენი კოლეგისათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსწავლაზე. ალო, ლევან ბიძია სახლში ხარ? აბა სად ხარ? არა, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან გამოხვიდე და რაც შეიძლება ჩქარა. კარგი ხო, ველოდები. ალო.
ვინ ახარ გამაგებინე რა გინდა ჩემგან? ამოიღე ხმა. კარგი ანუშკი, დაწმართი. რამდენი დღეა რაც ეს ამბავი გრძელდება? უკვე 2 კვირაა. უნივერსიტეტში ძალიან დატვირთული ხარ? ხო იცი, ენას ყოველდღე უნდა მეცადინეობა. მერე კიდევ სხვა საკნები. ხამე გვიანობამდე მეცადინეობ ხოლმე? დღისით დეიდა თალიკოსთან მუშაობს ახაჭაპურაში. რომელ საათამდე? კაფე 9-ზე იკეტება, მაგრამ სანამ ფულს არ დავითვლით, იქაურობას არ დავალაგებ, იქავარ. სახლში როდის მოდიხარ? 11-ისთვის. აბა გენაცვალე, დილით ლექციები, მერე კაფე, ღამით მეცადინეობა. ამას ვინ გაუძლებს? თან ჯერ მამა შენი წლის თავიც არ ყოფილა, ამ ხელა სტრესი გადაიტანე. თან ეს მარტო ცხოვრება, მიცვალებულების სურათები სახლში. ფსიქიკა ვეღარ გაჩავს, რა არის გასაკვირი? ვიცია ლევან, მე გიჟი არა ვარ. ვინ გითხრა რომ გიჟი ხარ? უბრალოდ დაიღალე რა. ტიპიური სურათია. ჩემო სიცოცხლე, ჩემთან დღე არ გავა, 2-3 კაცი არ მოვიდეს მსგავსი ჩივილებით. ერთი ეს მითხარი, ვინმე ბიჭი ხომ არა ჩანს ჰორიზონტზე? ვინ ბიჭი? ვინმე სიმპათიური, არა ნარკომანი, არა ძველი ბიჭი, ვისაც უყვარხარ გაფასებს. საკმარისი 1-2 შენთან აქ დარჩეს და მთელი ეგ შენი ბაბაიკები გაზაფხულის თოვლივით გაქრებიან და მიჭერე. ესე იგი, მთელი ეს კოშმარი მომელანდა. არა, ეგრე მარტივად არ არის. როდესაც ფსიქიკა ლაბილურია და აღზნებულ მდგომარეობაშია, შეიძლება ჩვეულებრივი ხისტოტი გველად მოგეჩვენოს. აი შტეპსელი კი გიგანტურობობად, მით უმეტეს სიგნელეში. ფსიქიკის აღზნებას კი რა იწვევს? გადატანილი სტრესი, დაღლილობა, უძილობა. გასაგებია? კარგი და სახშობელაზე რას მეტყვი? რა სახშობელა? აბაზანაში რო ხატია სარგეზე. წამოგაჩვენებ. აი აქ სახშობელა ეხადა და ეწერა ანა გელოდებია. მამის სუსპიცა ვარ. ნაღდა და ამ ადგილას. და მე როგორ გაქრა? არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ ლიფტშიც ნახე. იქ შავად ეწერა. აქ წითლად. შეიძლება წითელი პომადით. და თუ პომადა იყო თავისით ხომ არ გაქრებოდა, გამოდის რომ ვიღაცამ წაშალა. სახლში ვიღაცა იყო. მე ვიგრძენი. და გაქრა? ხო. კარგი. თქვათ რაც აქ მოხდა მარტო შენ ნახე. მაგრამ სახაჭაპურაში ლიფტში სახაჭაპურაში მარტო მე და დეიდა თალიკო ვიყავით. ის დახთან იდგა და ფანჯარას ვერ ხედავდა.
და ლიფტში ალბათ დამლაგებელმა წაშალა დილით. იმ ღამეს შენს გარდა არავის უსარგებლია ლიფტით. იქნება რომელიმე მეზობელმა შეამჩნია. არა. ყველა გამოვკითხე და არავის არაფერი უცნაური არ უნახავს. აი. ხომ ხედავ? იქნებ მე ვხედავ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავე. მეც მაგას არ ვამბობ. ეს კლასიკური სიმპტომია. არაფერი განსაკუთრებული შენ არ გჭირს. დევნის მანით ნახევარი საქართველოა დაავადებული. მოდი ახლა ასე ვქნათ. აი ეს გამომართვი. და 3 დღის განმავლობაში დილას საღამოს სვიტი თუ აბი. ჩვეულებრივი ტრანკვილიზატორია. მე არ მეჩვენება ბიძიალებან. ჩემო სიცოცხლე 25 წელია ფსიქიატრიაში ვმუშაობ და რაღაცა ხო დამეჯერება. და რო არ მიშველოს? გიშველის. აი ნახავ. ნუ თუ არ გიშველა, მაშინ ჩემთან წაგიყვან და მკურნალობის კურსს ჩაგიტარებ. სად? საავადმყოფოში? ხო? არ ვიცი. ეს დღეს ვედალი. კაი. ანუშკი, ახლა კარგად გამოიძინე და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. თუ გინდა ამაღამ აქ დავრჩები. არ მოგერიდოს. გონი არ არის საჭირო. გონი თუ მართლა? არ მომერიდო. არა, მართლა აღარ მეშინია. ეს არის არ მეშინიაო. საზიზღარი. კარგი ანუშკი. ახლა მე წავედი. და თუ რამე ეგრევე დამირეკე, რომელი საათიც არ უნდა იყოს. კარგი? კარგი. კიდევ კარგი შენ მაინც ვყავხარ. მე და ეს საზიზღარი ფისო. მოდი ვნახოთ როგორ იქნები. მაგრამ მგონი მაინც აჯობებს მოკლე სარეაბილიტაციო კურსი გავიაროთ ჩემთან საავადმყოფოში. იფიქრე და გადაწყვეტე. ვიფიქრებ. Привет. Умер Джуз. Ай, куда могу видеть? Арапери. Ეგრე შეგაცა. Дариэл. მე რას მიპირებთ? შენ? ნუ რა გადაწყვიტეთ. შენ უნდა წახვიდე ძმაო. როგორ თუ წავიდე? სად უნდა წავიდე? მიხმარეთ ეხლა მაგდებ. მოიცა არ გინდა ეხა ეგ ისტერიკებით უძმახარა. ჯერეთი საერთოდ კი არ გაგდებს და წახვალ დაისვენებ, ბიზნეს მიხედავ. ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით და ბუს ვერავინ აგიფრენს, ეს დაიმახსოვრე. იყავი და იგულავე მეტი რა გინდა და გასაგებია. ბოლომდე გამწირეთ არა? რა გააგწირეთ დრისთან? არ აქვს ხვენია რომ შენ არ იცი რა დღეშია გაწერილი ეს ქალი. უშინ მელაპარაკა ტელეფონით. ჩიფჩიური საკუთარ ბიზნესს ლობირებს და კონკურენტებს აკოტრებს. იმ ბებერ ბოსკაკაურიძეს გულისხმობდა. შენ რა გეტაკა ძმაო, შეშვებოდი რა ცოტა ხანს. ხომ იცოდი რომ მაგას ბოლოს მაინც არ გავახარებდი არა. ეხლა ეს ჭკადოა, შენზე ამბობს მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტები მოაპარინაო და
სადეპუტატო იმუნიტეტი უნდა მოუხსნათ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრაო. და თქვენ რას აპირებთ მერე? რა ვიცი, აბა მითხარი და როგორც ჩვენ მეტყვი ისე მოიქცე. მე რა უნდა გითხრა? მაშინ ის მითხარი ტრისტან, შენ რომ ჩემ ადგილას იყო როგორ მოიქცეოდი. აქ მთელი ფრაქციის პრესტიჟზეა საუბარი ძმაო. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. გასაგებია დარიელ, მე ხაჯი არ ვარ. უბრალოდ იცი რისი მეშინია. რისი? როცა აღარ დაგჭირდებით, ერთ ადგილას არ დამიკიდოთ. კარგი რა ტრისტან, არ აქვს ხვენია და რისი უნდა მსხვენოდეს? შენ ხომ იცი მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ცხოვრებას. ბიჭო, რანაირად უნდა დაგიკიდოთ, როცა მთელი ბიზნესი შენ ხელში რჩება? რჩება რო? რჩება. ნუ გაატრაკე ხა საქმე რა. ბატონო. ა? Хорошо, მოვალ. 7 წუთში მან დავა. აი. მოკლედ. ეხა ჭკუას მოუხმე და ისტერიკები ნაკლებად. კაკაურიძე შეეშვია. მე დღესვე დავრეკავ და ფინანსურ პოლიციას მოვაშორებ. დავაი ვიშანცი. შეიყვარებ თვალებს და მზეს უბოვნი ფერსი ბოვნი თვალებს ნათელს გადააფარებ ნელს იტყვი ახალს და არ დაივიწყებ ძველს მე ვიცი რომ შენ შეიყვარებ თვალებს და მზეს უბოვნი ფერსი ბოვნი თვალებს ნათელს გადააფარებ ნელს იტყვი ახალს და არ დაივიწყებ ძველს ცაცრის მისს ქსნობს დროს გავს შამს Ghost, 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 ghost,